თბილისის სამხატვრო აკადემიის და ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის სურათების გალერეამ ქართველი და ლიტველი მხატვრების გამოფენას უმასპინძლა. ნახეთ სალომე თენიაშვილის სიუჟეტი. 2 ოქტომბერს თბილისში გახსნილი გამოფენათა ციკლი, რომელზეც ედრიუს ბაგდონასის, მარიუს აბრამავიჩუსის, გია ბუღაძის და გიორგი გუგუშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, აკადემიაში სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა. გამოფენას, რომელიც თავიდან 3 ციკლად იყო დაყოფილი, მალე მეოთხედ შეემატა. დაავთანდილ თავარდქილაძის მონდომებით ეს ნამუშევრები მალე ოზურგეთშიც გამოიფინა. თვით ნამუშევრებიც რამდენიმე ნაწილად დაიყო. ლიტველი მხატვრის თვალი დანახული და აღქმული საქართველოს 2 სერიაში, ცვალებადი დრო და წყალთან საქართველოში ათჯერ დაგროვილი შთაბეჭდილებებში მოაქციეს. მერე კი თანმიმდევრულად გადმოსცეს დროის იმ ცვალებადობაში, რაც ფოტოებიდან გაცვლა და შინაარსობრივი დატვირთად შეიძინა. ფერწერა, პორტრეტები, ფოტო, აკვარელი, თანამედროვე და ინდივიდუალობით გაჯერებული ნამუშევრები სხვადასხვა ქვესათაურში მოაქციეს და 2 ფილმით წარმოადგინა, რომელიც მარიუს აბრამოვიჩუსმა საქართველოში გადაღებული ყველაზე საუკეთესო კადრები და ფოტომასალით შეავსა. მხატვარმა გია გუგუშვილმა თავისი ნახატები ქართველების დაბრუნება ასე დაასათაურა და პორტრეტების საინტერესო კუთხით დანახული სახეებით გვიჩვენა. ბატონი ავთო თავარდქილაძე, რომელიც ესტუმრა ბათუმს მაშინ მუზეუმში იყო ეს გამოფენა, ძალიან მოეწონა და შემოგთავაზე, რომ ოზურგეთში ჩამოგვეწონა და ჩვენ დეისამით დავთანხმდით და გამოვიდა. ჩვენ ჩანაფიქრი კი იყო ჩვენი, რომ 3 გამოფენა ყოფილიყო, მაგრამ გამოგვივიდა 4. ეს არის ბატონი ავთო თავარდქილაძის ინიციატივა. დიდი მადლობა, მინდა მას ამის მოუხდა და მადლობა რა თქმა უნდა კულტურის სამინისტროსაც, რომელიც მხარდაჭერა გამოგვიცხადა და მხარში ამოგვიდგა ამ პროექტების განხორციელებაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოზურგეთში შემდგარიყო ასეთი გამოფენა, ვინაიდან მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ხალხმა ნახოს თანამედროვე ტენდენციები სახვითი ხელოვნების განვითარებაში, რა ტენდენციებია, რა მიმართულებებია, საკმაოდ თანამედროვე გამოფენაა, საკმაოდ ისეთი ასე ვთქვათ, შეიძლება წარმოჩენილი არის სახვითი ხელოვნების სამზარეულო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვათ, რას ქმნიან მხატვრები, რას აკეთებენ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს დიდი პატივია. რა თქმა უნდა, ვინც შეხედულია სახვითი ხელოვნებაშიც, განსაკუთრებით პოვებს აქ მნიშვნელოვან ტენდენციებს, მნიშვნელოვან კომპოზიციებს, აქ გადაწყვეტილია გარკვეული ფილოსოფიური მიდგომები. აი, აქ გამოფენილი ნამუშევრები ჭირადად ჩემს ყველა მოლოდინს აჭარბებს. არაჩვეულებრივი ხელოვანები ბრძანდებიან, საინტერესო ნამუშევრები არის, საინტერესო ხედვა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დღევანდელ დღეს არსებობს იმის შესაძლებლობა, იმისი უნარი და მოთხოვნილება, რომ მსგავსი შეხვედრები мравлат იყო ჩვენს ქალაქში. Для меня неожиданное, потому что это случилось очень быстро. За неделю мы придумали, познакомились и все. И я очень рад, потому что я в Грузии уже, наверное, 10 раз был, но в Озургете никогда не был, и в Гурии тоже не был. Так это для меня как это что-то новое, а я люблю что-то новое. И я рад представить вот это цикл мой, это называется «Меняющееся время». Ну и вот это мой взгляд на ваш мир, потому что вы смотрите все равно изнутри, а я смотрю как со стороны все равно приезжающий и любящий Грузию. Так, спасибо за гостеприимство, мне очень нравится тут. გასულ კვირას ზვანის სტადიონი რაგბის ფესტივალს მასპინძლობდა, რომელშიც 7 რეგიონის ბავშვთა ნაკრები გუნდები ღებულობდნენ მონაწილეობას. თია იოსელიანი ამბობთ. რაგბის ფესტივალი დასავლეთ საქართველოში, სადაც 7 მუნიციპალიტეტის 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, რაგბის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. ფესტივალზე 95-96 წლებში დაბადებული საჩხერის, ბაღდათის, ქუთაისის, ქობულეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ბავშვთა გუნდები ასპარეზობდნენ. ოზურგეთის ბავშვთა გუნდი სულ რამდენიმე დღეა ჩამოყალიბდა და აქტიური ვარჯიში დაიწყო. სახალისების მიზნით ფესტივალში მაინც მიიღეს მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის პირველი შერკინება იყო, საკმაოდ წარმატებულადაც იასპარეზეს და მოგებაც მოახერხეს. ბავშვთა გუნდს ქუთაისიდან ჩამოყვანილი მწვრთნელი მამუკა ჯანაში აწვრთნის, რომელიც უკვე 9 თვის მანძილზე ოზურგეთის სარაგბო კლუბ არწივების მწვრთნელია. როგორც რაგბის ექსპერტები აცხადებენ, ერთ-ორ წელიწადში გურიაში რაგბის ბუმი იქნება, რაც პირველ ეტაპზე სამივე მუნიციპალიტეტის ფარგლებში ძირითადად ბავშვთა გუნდების ჩამოყალიბებით განხორციელდება. სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია ოზურგეთის სპორტის განვითარების კავშირის შექმნით მიაჩნიათ შესაძლებლად, სადაც 30-მდე ბიზნესმენი თუ მეწარმე იქნება გაწევრიანებული და ისინი ფინანსურ დახმარებას
განვითარებას გაუწევენ ზოგადად სპორტს გურიაში. გეგმაში აქვს დამატებით შექმნან კიდევ 2 ან 3 ჯგუფი, სადაც დაახლოებით 60 ბავშვი იქნება გაწევრიანებული, რომლებიც შიდა თამაშებით მიიღებენ გამოცდილებას და მოძლიერების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქალაქების გუნდებთან შეჯიბრებებში. ლამაზად ტარდება ჩვენი ფესტივალი, აქ და ჩვენ ალბათ ყველანაირ ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელს ყველას, იმისთვის, რომ აი ეს სპორტი ოზურგეთში აღორძინდეს და განვითარდეს. ასე რომ ბედნიერი კაცი ვარ დღეს, იმიტომ რომ აი ამდენ ახალგაზრდას ვხედავ, ამდენ ბავშვს ვხედავ, ატვირთულს. ჩვენი მიზანია რაგბის განვითარება, ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ ოზურგეთში შეიქმნას რამოდენიმე კიდევ მოზარდი ბავშვთა რაგბის გუნდები და ვეცდებით ყველანაირად რომ გავზადოთ მორაგბეები, ბავშვთა რაგბს შევუწყოთ ხელი. დღევანდელი დღე განსაკუთრებული არის იქიდან გამომდინარე რომ უკვე სულ რაღაც 2-3 თვეა ოზურგეთში ჩამოყალიბდა ბავშვთა სარაგბო ჯგუფი სასპორტო სკოლის ბაზაზე და უკვე მეორედ მასპინძლობს რაგბის ფესტივალს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იმისა, რომ ოზურგეთშიც განვითარდეს და აღორძინდეს ბავშვთა რაგბი. და ჩვენ სასპორტო სკოლის დირექციას და სპორტის ხელმძღვანელობას რაიონის მასშტაბით გაგვაჩნია უკვე ჩვენი გარკვეული პროექტი ამ რაგბის განვითარებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს რომ ახლო მომავალში ოზურგეთელი რაგბისტები როგორც სხვა სპორტის სახეობაში არიან აქტიურები და წარმატებულები ახლო მომავალში რაგბის ჯგუფებიც იქნება წარმატებული. დღეს ახლა დიდი ზემი არის ოზურგეთში, იმიტომ რომ ფესტივალი ჩატარდა მეორე ტარდება ეს ფესტივალი აქ. საქართველოს ყველა კუთხეში არის სადაც რეგბის განვითარება მიდის და იმის მიხედვით ოზურგეთსაც მოუწია ორჯერ ჩატარება ფესტივალის. როცა ოზურგეთს კარგი საწყისი არის ფესტივალის ჩატარების და სისხლო აქონებოდეს და ხელშეწყობი და რეგბის განვითარებისთვის არის ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად რეგბი ავწიოთ ოზურგეთში გურიაში საერთოდ. მე ამ ინფორმაციით მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.